თავი მე-13. ელაპარაკა უფალი მოსეს და არონს და უთხრა: თუ ვინმე სტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მიშვილს მღვდელთაგანს უნდა მიიყვანონ. გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყულს და თუ თმა წყლულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში, ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს. თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არ აქვს გათეთრებული, მღვდელმა 7 დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული. გასინჯავს მას მღვდელი მე-7 დღეს. და თუ წყლული თვალშისაცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ 7 დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა. მე-7 დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამქრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, გაწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია. ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენა, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია. თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიიყვანონ იგი. გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია, მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი. თუ კეთრი გაეფუჩქნება კანზე და კეთრი დაუფარავს მთელ დაწყლულებულ კანს, თავიდან ფეხებამდე, სადამდესაც მღვდლის თვალი გასწვდება, დაინახავს მღვდელი, რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული და წყულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი. როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი. დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია. თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყულს გაწმედილად სცნობს, გაწმედილი იქნება იგი. თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოშუშტება, გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე, ან მოთეთრო მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული. თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არ აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი 7 დღეს. თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია. თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი. თუ სხეულზე, მის კანზე დამწრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება, გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათეთრებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი, ეს კეთრია, დამწვარზეა გაფურჩქნული, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცხოს, ეს კეთრის წყლულია. თუ მღვდელი გასინჯავს მას და აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არ აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა იგი 7 დღეს უნდა ჩაკეტოს. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია. თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა. თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება, გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელებული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია, ეს თავის ან ლოყის კეთრია. თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა 7 დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს, იგი უნდა გაიბარსოს,
ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოიპარსონ. მღვდელმა კიდევ 7 დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს მუნს. თუ მუნი არ გავრცელებულა და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება. თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ, მღვდელი გასინჯავს მას და აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას, უწმიდურია იგი. თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა. იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს. როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება, მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული, წმიდაა იგი. როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი. თუ წინა მხრიდან გაუშიშულდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა. თუ ქაჩალან მელოტ ადგილზე მოთეთრო მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია. ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული. გასინჯავს მას მღვდელი. და თუ წყლული სიმსივნე მოთეთრო მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე, ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული. დაწყრულებული სტანისამოსი უნდა დაირღვეს. თავი შიშველი უნდა ქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს. უწმიდური, უწმიდური. რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ. თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე ან სელის ტანისამოსზე, ან მატყლის ან სელის ქსელზე, ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსი ან ტყავზე ან ქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს. გასინჯავს მღვდელი წყლულს და 7 დღით ჩაკეტავს მას. მე-7 დღეს გასინჯავს წყლულს. თუ წყლული გადავიდა ტანისამოსი ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია, უწმიდური წყლულია. უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი, ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო, რადგან გამიზეზებული კეთრია იგი, ცეცხლში უნდა დაიწვას. თუ მღვდელი გასინჯავს და აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსი ან ქსელზე, ან ტყავის საგანზე, მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო და კიდევ 7 დღით ჩაკეტოს იგი. გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს. და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლში დაწვი. ამოჭმულია მისი წაღმაპირი ან გუღმა პირი. თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოს ან ტყავს ან ქსელს, ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი. თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსი ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია. ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული. ტანისამოსი ან ქსოვილი, ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავდა წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. ეს არის რჯული კეთრის წყლულისა, მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე, უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.